ფიქრები გილიოტინაზე. ალბერ კამიუ. კითხულობს ნიკო. წიგნი არის დასფიქს ნიკო არხის საკუთრება. მადლობა რომ გვისმენთ. 1914 წლის ომამდე ერთ მკვლელს, რომლის დანაშაული განსაკუთრებით ამაზრზენი იყო. მან ამოჟლიტა ფერმერთა მთელი ოჯახი ბოლშვებიანად. ალჟირში სიკვდილის განაჩენი გამოუტანეს. ეს იყო სოფლის მუშაკი, რომელმაც მკვლელობა სისხლის წყურვილით გაბრუებულმა ჩაიდინა და თან თავისი დანაშაული მოკლულთა გაძარცვით დაამძიმა. საქმე დიდად გახმაურდა. უმრავლესობის აზრით, ამგვარი ურჩხულისათვის თავის მოკვეთა მეტისმეტად მობიერი საშელი იქნებოდა. როგორც მითხრეს, ამავე აზრისა იყო მამაჩემიც, რომელიც განსაკუთრებით ბავშვთა მკვლელობას აღუშვებდებია. ყოველ შემთხვევაში ის მცირედი, რაც ამ ამბის გამო მამაჩემზე ვიცოდი, გახდათ მისი სურვილი, ცხოვრებაში პირველად დასწრებოდა სიკვდილის განაჩენის სისრულეში მოყვანას. იგი უთენია ამდგარა, რათა ქალაქის მეორე ბოლოს დიდძალ ხალხთან ერთად მისულიყო. იმ გარიჟრაზე ნანახის შესახებ არავისთან კრენტი არ დაუძრავს. დედაჩემის თქმით, იგი ჯიქურ შემოვარდა, ფერწასული, ხმარ ამოუღია, წამით ლოგინზე დაეშვა და უცებ ღებინება აუტყდა. ეს წუთი იყო მან ბრტყელი ფრაზებით შენიღბული სინამდვილე აღმოაჩინა. ნაცვლად იმისა, რომ მოკლულ ბავშვებზე ეფიქრა, მისი ფიქრი ვერ წყდებოდა იმ აკანკალებულ სხეულს, ფიცარზე კისრის მოსაჭრელად რომ დააგდეს. უთუოდ რიტუალად მიღებული ეს მოქმედება საკმაოდ შემზარავია, თუკი მან შეძლო უბრალო და პირდაპირი ადამიანის აღშფოთება გადაელახა, თუ ამ ადამიანის აზრით 100-ჯერ დამსახურებულმა საშელმა მხოლოდ იმას მიაღწია, რომ გული აურია. როდესაც უმაღლესი სამართალი პატიოსან ადამიანში, რომლის დაცვასაც იგი ჩემულობს, მხოლოდ გულზიდვას იწვევს, ძნელია იმის მტკიცება, რომ იგი თავის დანიშნულებისამებრ მოწოდებულია საზოგადოებაში მეტი მშვიდობა და წესრიგი დაამკვიდროს. პირიქით, აშკარა ხდება, რომ ამგვარი სამართალი ბოროტ მოქმედებაზე არანაკლებ აღმაშფოთებელია და რომ ეს ახალი მკვლელობა საზოგადოებისათვის მიყენებული შეურაცხყოფის გამოსწორების ნაცვლად ერთ ხელყოფას მეორეს უმატებს. ეს იმდენად აშკარაა, რომ ამ ცერემონიალზე ლაპარაკს პირდაპირ ვერავინ ბედავს. ფუნქციონერებმა და ჟურნალისტებმა, ვისაც ამის თქმა ევალებათ, თითქოს და შეგნებული ჰქონდეთ, ერთსა და იმავე დროს რაოდენ გამომწვევი და სამარცხვინოა ეს, სტერეოტიპულ ფორმულებამდე დაყვანილი ერთგვარი რიტუალური მეტყველება ჩამოაყალიბეს. ასე მაგალითად, დილით საუზმეზე კითხულობთ ხოლმე გაზეთის რომელიმე კუნჭულში, რომ ბოროტ მოქმედმა საზოგადოებას თავისი ვალი დაუბრუნა, ან და რომ მან საკადრისის ღო, ან კიდევ ის, რომ დილის 5 საათზე სამართალმა იზეიმა. ფუნქციონერები ბრალდებულს იხსენებენ, როგორც ხსენებულ პირს, ან როგორც პაციენტს, ან და სულაც შემოკლებით სმ. სიკვდილ მისჯილი. სიკვდილით დასჯაზე წერენ, თუ შეიძლება ასე ითქვას, ხმადაბლა. ჩვენს ძალზე ცივილიზებულ საზოგადოებაში მაშინ ვცნობ დაავადების სერიოზულობას, როდესაც მის შესახებ პირდაპირ ლაპარაკს ვერ ვბედავთ. დიდი ხნის განმავლობაში ბურჟუაზიულ ოჯახებში მიღებული იყო იმის თქმა, რომ უფროს ქალიშვილს ფილტვები სუსტი აქვს, ან რომ მამას სიმსივნე აქვს, ვინაიდან ხალხს ჭლექი და კიბო ცოტა არ იყოს სათაკილო დაავადებებად მიაჩნდა. უთუოდ ეს მით უფრო მიესადაგება სიკვდილით დასჯას, ვინაიდან ყველა მასზე მხოლოდ გადაკრული სიტყვით ლაპარაკს ცდილობს. პოლიტიკური სტრუქტურისათვის სიკვდილით დასჯა იგივეა, რაც კიბო ცალკე აღებული ადამიანისათვის. იმ განსხვავებით, რომ კიბოს აუცილებლობაზე
ჯერ კიდევ არავის ულაპარაკია. პირიქით, სიკვდილით დასჯას სამწუხარო აუცილებლობად წარმოგვიდგენენ ხოლმე, რომლის მეშვეობითაც მკვლელობის დაკანონება ხდება, ვინაიდან ეს აუცილებელია, ხოლო ამაზე იმიტომ არ ლაპარაკობენ, რომ სამწუხაროა. ჩემი განზრახვა პირიქით, ის გახლავთ, რომ ყოველივე ამაზე მკვახეთ მოგახსენოთ. არა იმიტომ, რომ მე სკანდალი მიზიდავდეს და ვგონებ, ბუნებით არაჯანსაღი მიდრეკილებაც არა მაქვს. როგორც მწერალს, ყოველთვის მეზიზღება გარკვეული კომპრომისები. როგორც ადამიანს, მიმაჩნია, რომ ჩვენი ყოფიერების ულამაზო მხარეები, თუ კი ისინი გარდაუვალნი არიან, დუმილით მიდგომას მაინც მოითხოვენ. მაგრამ როდესაც დუმილიან და ენობრივი ხრიკები ხელს უწყობენ იმ საქმის ბოროტად გამოყენებას, რომლის შეცვლაა საჭირო, ან და უბედურებას, რომლის შველა შეიძლება, სხვა გამოსავალი არ არსებობს, გარდა იმისა, რომ ამაზე ნათლად ვილაპარაკოთ და წარმოვაჩინოთ სიტყვათა სამოსელში დამალული უმსგავსოება. ესპანეთსა და ინგლისთან ერთად საფრანგეთს პატივი დიდებული აქვს. ერთ-ერთი უკანასკნელი ქვეყანა იყოს რკინის ფარდის გადმოღმა, რეპრესიების თავის არსენალში, სიკვდილით დასჯასაც რომ ინარჩუნებს. ამ პრიმიტიული რიტუალის გადმონაშთი ჩვენში საზოგადოებრივი აზრის უდარდელობით ან და უვიცობით თუ აიხსნება იმ საზოგადოებრივი აზრისა, რომელიც მხოლოდ მისთვის დანერგილ და შთაგონებულ ცერემონიალურ ფრაზებზე თუ რეაგირებს. როდესაც წარმოსახვას ძინავს, სიტყვები თავის შინაარსს კარგავენ. დაყრუებული ხალხი განყენებულად აღიქვამს კაცის სიკვდილით დასჯას. მაგრამ საკმარისია ადამიანებს სასიკვდილო განაჩენის შემსრულებელი მანქანა აჩვენო, ხელით მოასინჯინო ხე ან რკინა, გააგონო დანარცხებული თავის ხმა და უმალ გაღვიძებული საზოგადოების წარმოსახვა უკუაგდებს ფრაზეოლოგიასაც და თვითწამებასაც. როდესაც ნაცისტები პოლონეთში ძევალ საჯაროდ ხოცავდნენ, მისჯილდ აღშფოთებისა და თავისუფლების სიტყვები რომ არ წამოსცენოდათ, პირს თაბაშირში ამოვლებული ჩვრით ულაგმავდნენ. უხერხულობის გარეშე შეუძლებელია ამ უდანაშაულო მსხვერპლის შედარება სიკვდილ მისჯილ ბოროტმოქმედებთან. მაგრამ გარდა იმისა, რომ ჩვენში მარტოოდენ, ბოროტმოქმედებს არ უსჯიან სიკვდილს, მეთოდი იგივე რჩება. ჩვენ ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით ვახშობთ წამებას, რომლის კანონიერების დამტკიცება შეუძლებელია მისი რეალურობის განხილვის გარეშე. ნაცვლად იმისა, რომ ჯერ სიკვდილით დასჯის აუცილებლობა ვამტკიცოთ, ხოლო შემდეგ ის, რომ მასზე ლაპარაკი არ ღირს. პირიქით, საჭიროა ვთქვათ, თუ სინამდვილეში რას წარმოადგენს იგი და შეიძლება თუ არა იგი ამ სახით აუცილებლად მივიჩნიოთ. პირადად მე სიკვდილით დასჯა არა მხოლოდ არაფრის მაქნისი, არამედ ღრმად მავნე ქმედება მგონია და ამჯერად ვიდრე თვით განხილვის საგანზე გადავიდოდე. ეს ჩემი რწმენა უნდა დავასაბუთო. არა კეთილსინდისიერი იქნებოდა ჩემი მხრიდან მეთქვა, თითქოს ამგვარ დასკვნამდე ამ საკითხისადმი მიძღვნილმა მრავალი კვირის განმავლობაში ჩატარებულმა კვლევამ მიმიყვანა. მაგრამ ასევე არა კეთილსინდისიერი იქნებოდა ჩემი რწმენა მარტოოდენ ჩემი მგრძნობელობისათვის მიმეწერა. მე ძალზე შორსავარ იმ რბილი გულაჩუყებულობისაგან, ჰუმანისტებს რომ შვევიათ, რომელშიც ერთმანეთში არეულია ფასეულობანი და პასუხისმგებლობა, სადაც ყველა დანაშაული თანაბარი ხდება, უდანაშაულობა კი საბოლოოდ თავისუფლებას ჰკარგავს. მრავალი ჩემი გამოჩენილი თანამედროვესაგან განსხვავებით, მე არა მგონია, რომ ადამიანი თავისი ბუნებით საზოგადოებრივი ცხოველი იყოს. მართალი გითხრათ, მე პირიქით მიმაჩნია, მაგრამ ჩემი აზრით, ეს კი სულ სხვა რამ არის. ამიერიდან ადამიანს აღარ ძალუძს არსებობა საზოგადოების გარეშე, რომლის კანონები მისი ფიზიკური გადარჩენისათვის აუცილებელია. მაშასადამე, პასუხისმგებლობა თვით საზოგადოების მიერ
გონივრულსა და ქმედით საწყისებზე უნდა იყოს დადგენილი. მაგრამ კანონის საბოლოო გამართლება ის სიკეთეა, რომელსაც იგი ან ანიჭებს, ან არა გარკვეულ დროსა და სივრცეში არსებულ საზოგადოებას. მრავალი წლის განმავლობაში სიკვდილით დასჯა მესახებოდა მხოლოდ წარმოსახვისათვის, აუტანელ ტანჯვად და სიზარმაცით გამოწვეულ არეულობად, რომელსაც ჩემი გონება ჰკიცხავდა. მზად ვიყავი მეფიქრა, რომ ჩემს მსჯელობაზე გავლენას ახდენს წარმოსახვა, მაგრამ ამ რამდენიმე კვირის განმავლობაში ისეც ვერაფერს წავაწყდი, რაც ჩემს რწმენას შეარყევდა, ან და ჩემს მსჯელობას შესცვლიდა. პირიქით, ჩემს მიერ გაზიარებულ არგუმენტებს ახალი არგუმენტები დაემატა. სადღეისოდ სავსებით ვიზიარებ კესტლერის აზრს. სიკვდილით დასჯა ჩირკს ცხებს ჩვენ საზოგადოებას და მის მომხრეებს გონივრულად მისი გამართლება არ ძალუძს. მის გადამწყვეტ მოსაზრებებს აღარ გავიმეორებ, არც ფაქტებსა და ციფრებს მივმართავ, რომელთა ორმაგი გამოყენება შეიძლება მათ მოშველიებას ჟან ბლოკ მიშელის შემდეგ აზრი აღარა აქვს. მე მხოლოდ კესტლერისა და იმ ადამიანთა მოსაზრებებს განვავითარებ, რომლებიც სიკვდილით დასჯის ახლავე გაუქმებისათვის იბრძვიან. როგორც ცნობილია, სიკვდილით დასჯის მომხრეთა მთავარი არგუმენტია დასჯის სამაგალითო ხასიათი. ადამიანებს არამხოლოდ თავს აცლიან, არამედ შემზარავი მაგალითით თითქოს სხვებსაც აშინებენ. კერძოდ, იმათ ვისაც სურვილი ექნებოდა ამ ბოროტ მოქმედათვის მიებაძა. მათი აზრით, საზოგადოება შურს კი არ იძიებს, არამედ ცდილობს თავიდან აიცილოს მომავალი ბოროტ მოქმედებანი. საზოგადოებას მოკვეთილი თავის სხვათა დასანახავად უნდა, რათა მკვლელობის კანდიდატებმა თავიანთი მომავალიც ამოიკითხონ. ეს არგუმენტი მართლაც შთამბეჭდავი იქნებოდა, იძულებული რომ არ ვიყოთ შემდეგი ვაღიაროთ. პირველი, საზოგადოებას თვითონ არ შეერა იმისა, რასაც სასჯელი სამაგალითო ხასიათზე ამბობს. მეორე, არავის დაუმტკიცებია, რომ სიკვდილით დასჯის არსებობამ თუნდაც ერთ მკვლელს თავის განზრახვაზე აღებინა ხელი. პირიქით, ცხადია, რომ მას არავითარი ზეგავლენა არ აქვს ბოროტ მოქმედებაზე, თუ არა ათასობით შემთხვევაში ერთგვარი მიზიდულობის ძალა. მესამე, სიკვდილით დასჯა სხვა დანარჩენი თვალსაზრისით უკუსაგდებ მაგალითს წარმოადგენს, რომლის ზეგავლენას ვერავინ გაიანგარიშებს. ჯერ იმის თაობაზე, რომ საზოგადოებას თავისი ნათქვამისა არ სჯერა, რომ სჯეროდეს მოკვეთილ თავებსაც საჯაროდ გვიჩვენებდა. განაჩენის სისრულეში მოყვანას იგი ფართო რეკლამას წაუმძღვარებდა. იმ დაგვარს, როგორსაც ობლიგაციების გამოშვებისას ან და ალკოჰოლური სასმელების ახალი სახესხვაობის გასავრცელებლად მიმართავს ხოლმე. აქ ცნობილია, რომ ჩვენში განაჩენის სისრულეში მოყვანა საჭირო ადგილებში კი არ ხდება, არამედ ციხის შიდა ეზოებში სპეციალისტთა ვიწრო წრის თანდასწრებით. ის კი ნაკლებადაა ცნობილი, თუ რატომ და რამდენი ხანია რაც ასე ხდება. საქმე ეხება შედარებით ახალ წესს. უკანასკნელად 1939 წელს საჯაროდ დაისაჯა სიკვდილით ვაიდმანი, რომელსაც რამდენიმე მკვლელობა ჰქონდა ჩადენილი და მისმა ბოროტ მოქმედებებმა მოდურ პიროვნებადაც კი აქცია. იმ დილით ვერსალში შეიკრიბა დიდძალი ხალხი და მათ შორის მრავალი ფოტოგრაფიც. ვაიდმანს ფოტოსურათები გადაუღეს, როცა ის გამოჩნდა ბრბოს წინაშე. ასე უღებდნენ თავის მოკვეთამდე. რამდენიმე საათის შემდეგ გაზეთმა პარისუარმა ამ ამბავთან დაკავშირებით გამოაქვეყნა ილუსტრაციების მიმზიდველი მთელი გვერდი. კეთილმა პარიზელებმა შესძლეს დარწმუნებულიყვნენ იმაში, რომ ჯალათის მიერ გამოყენებული მსუბუქი და ზუსტი მანქანა ისევ განსხვავდებოდა ისტორიული ცნობილი მძიმე ეშაფოტისაგან, როგორც თანამედროვე იაგუარის მარკის ავტომობილი განსხვავდება მისი ძველი წინაპრის დიონ ბუტონისაგან. ადმინისტრაცია და მთავრობა მოულოდნელად უაღრესად გაღიზიანდნენ ამ შესანიშნავი რეკლამის გამო
და ხმამაღლა განაცხადეს, რომ პრესა თავისი მკითხველების სადისტური მიდრეკილებების გაღვივებას შეეცადა. აქედან გამომდინარე გადაწყდა, რომ სიკვდილით დასჯა საჯაროდ აღარ მოხდებოდა. ამ გადაწყვეტილებამ მოგვიანებით გერმანელთა საოკუპაციო ჯარებსაც გაუმარტივა ამოცანა. მთელს ამ საქმეში ლოგიკა მთავრობის მხარეზე როდი გახდათ. პირიქით, პარისუარის რედაქტორისათვის საგანგებო ჯილდო უნდა მიეცათ, რითაც მას მომდევნო შემთხვევისათვის წაახალისებდნენ. თუკი მთავრობას სურს, რომ სიკვდილით დასჯა სამაგალითო იყოს, საჭიროა არა მხოლოდ ფოტოსურათების რაოდენობის გაზრდა, არამედ შუაგულ კონკორდის მოედანზე ეშაფოთის აღმართვაც დღის 2 საათზე. ხალხის მოწვევა და მათთვის, ვინც ვერ დაესწრება ამ ამბის ტელევიზიით გადაცემაც. ან ამგვარად უნდა ვიმოქმედოთ, ან და სამაგალითო ხასიათზე ლაპარაკს მოვეშვათ, როგორ შეიძლება უთენია ციხის ეზოში ჩადენილი მკვლელობა სამაგალითო გახდეს. ბევრი ამან შეძლოს დროდადრო აცნობოს თანამოქალაქეებს, რომ ისინი მკვლელობის ჩადენის შემთხვევაში თვითონაც მოკვდებიან. ასეთ მომავალს იმათაც შეგვიძლია დავუპირდეთ, ვინც მკვლელობას სულაც არ ჩაიდენს. იმისთვის, რომ სიკვდილით დასჯა მართლაც სამაგალითო გახდეს, იგი შემზარავი უნდა იყოს. ტიუო დალა ბუერი 1791 წელს ხალხის წარმომადგენელი და სიკვდილით საჯარო დასჯის მომხრე უფრო თანმიმდევრული იყო, როდესაც ეროვნულ კრებაში განაცხადა, ხალხის დასაშოშმინებლად საჭიროა საშინელი სანახაობა. სადღეისოდ სანახაობა აღარ არსებობს. არის ყველასათვის მეტნაკლებად ცნობილი კანონმდებლობა და დროდადრო გაზეთში გამოქვეყნებული განცხადებები სიკვდილით დასჯის სისრულეში მოყვანის თაობაზე. ამ ტექსტებს შემარბილებელი ფორმულირებების ფერუმარილი აცხია. როგორ შეიძლება მომავალ ბოროტმოქმედს დანაშაულის ჩადენის დროს ახსოვდეს განაჩენი, რომელიც თანდათან უფრო განყენებული ხდება. და თუ მართლა გსურს, რომ მას მუდამ ახსოვდეს ეს განაჩენი, რათა მან ჯერ გააწონასწოროს, შემდეგ კი შეაცვლევინოს ბოროტი განზრახვა. განა იმას არ უნდა შევეცადოთ, რომ გამოსახულებისა და სიტყვის ყველა საშუალებით, რაც შეიძლება ღრმად, აღბეჭდოთ ეს განაჩენი და მისი შემზარავი რეალურობა ყველა ადამიანის გრძნობელობაში. ნაცვლად იმისა, რომ ვახსენოთ ვიღაცის მიერ საზოგადოებისათვის უთენია დაბრუნებული რაღაცა ვალი, განა გაცილებით უფრო ქმედითი მაგალითი არ იქნებოდა. ეს შესანიშნავი შემთხვევა გვეხელთა, რათა თითოეული მოქალაქისათვის დაწრულებით შეგვეხსენებინა ის, რაც მას მოელის. ნაცვლად იმისა, რომ თქვათ, თუ კი მკვლელობას ჩაიდენთ, სიცოცხლეს ეშაფოთზე დაასრულებთ, განა უკეთესი არ იქნება? ამ ადამიანებისათვის გვეთქვა, თუ კი მკვლელობას ჩაიდენთ, ციხეში ჩაგაგდებენ მრავალი თვით ან მრავალი წლით. თქვენი არსებობა გაიხლიჩება აუტანელ სასოწარკვეთილებასა და განახლებულ შიშს შორის იმ დილამდე, როდესაც ჩვენ უხმოდ შემოვიპარებით თქვენ საკანში. წინასწარ ფეხსაცმელს გავიხდით, რათა ძილში გწვდეთ და ეს ძილი თქვენ გაგსრისავთ ღამის შიშის შემდეგ. ჩვენ თავს დაგესხმებით, ხელებს ზურგს უკან შეგიკრავთ, მაკრატლით თქვენი პერანგის საყელოს მოუჭრით და საჭიროების შემთხვევაში თმას გაგკრეჭთ. საქმის უკეთ წარმართვისათვის ბაწრით ხელებს დაგიბავთ, რათა გაიძულოთ დახრილ მდგომარეობაში იყო და ამგვარად გაშიშვლებული კეფა მოგვიშვიროთ. შემდეგ იღლიებში თითო ადამიანი მოკიდებთ ხელს და წამოგიღებთ, ისე რომ ფეხები უკან დაგრჩებათ და ასე გამოგატარებთ დერეფნებს. შემდეგ ღამის სის ქვეშ ერთ-ერთი აღმასრულებელი შარვალში გწდებათ და ჰორიზონტალურად ფიცარზე დაგაგდებთ. მეორე კი თავს ღრუში დაგიმაგრებთ, ხოლო მესამე 2 მეტრისა და 20 სანტიმეტრის სიმაღლიდან 60 კილოგრამიან დანას ჩამოაგდებს და კისერს გადაგიჭრით სამართებელივით. იმისათვის, რომ მაგალითი უკეთესი იყოს, მის მიერ გამოწვეული შიში კი უფრო ძლიერი და თითოეულ ჩვენთაგანში ისეთი ძალა წარმოშვას, რომელიც საკმაოდ ბრმა და
ძლიერი აღმოჩნდება საჭირო მომენტში მკვლელობის უძლეველი სურვილის ასალაგმავად. კიდევ უფრო შორს წასვლა იქნებოდა საჭირო. ნაცვლად იმისა, რომ თავი ვიქოთ თითქოს და ჩვენთვის ჩვეული შეუგნებლობით გამოვიგონეთ სიკვდილ მისჯილთა მოკვლის ეს სწრაფი და ჰუმანური საშუალება. საჭირო იქნებოდა ათასობით გამოგვექვეყნებინა და სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში წასაკითხად გაგვევრცელებინა ექიმთა ჩვენებები და მოხსენებითი ბარათები, სადაც აღწერილია ადამიანის სხეულის მდგომარეობა თავის მოკვეთის შემდეგ. განსაკუთრებით შეგვიძლია ვურჩიოთ მკითხველს სამედიცინო აკადემიის ერთ-ერთი უახლესი მოხსენების დაბეჭდვა და გავრცელება. ამ ტექსტის ავტორებია ექიმები პიე დელიევრი და ფურნიე. ამ გულადმა ექიმებმა, ვისაც მეცნიერების ინტერესებიდან გამომდინარე სთხოვეს განაჩენის სისრულეში მოყვანის შემდეგ წამებულთა სხეულები დაეთვალიერებინათ. თავიანთ მოვალეობად ჩათვალეს შემდეგნაირად შეეჯამებინათ საშინელი დაკვირვებები. თუ კი თავს უფლებას მივცემთ და აზრს გამოვთქვამთ, ამ საკითხზე უნდა ვთქვათ, რომ მსგავსი სანახაობა ძალზე მძიმეა. სისხლს არღვევიდან სისხლი დიდი სიჩქარით გადმოსჩქებს. შემდეგ კი იკვრება. კუნთები იჭიმება და მათი რხევა საოცარია. კუჭ-ნაწლავი ირხევა და გულს არათანაბარი არასრული მწოვადი მოძრაობა აქვს. ტუჩები დროდადრო საშინლად იმანჭება. მართალია, მოკვეთილ თავზე თვალები უძრავია და გუგები გაფართოებული. კიდევ კარგი, ზერა მათ წართმეული აქვთ და მიუხედავად იმისა, რომ გვამისათვის დამახასიათებელი არავითარი ფენა მათ ჯერ არ გადაფარებიათ, სამაგიეროდ უძრავნი არიან. თვალთა გამჭვირვალება ცოცხალია. მათი უძრაობა კი მკვდარი. ყოველივე ეს შეიძლება რამდენიმე წუთს, ძლიერი ადამიანებისთვის კი რამდენიმე საათსაც კი გაგრძელდეს. სიკვდილი ისვე არ მოდის. ამრიგად, თითოეული სიცოცხლისათვის აუცილებელი ორგანო თავის მოკვეთის შემდეგაც განაგრძობს სიცოცხლეს. ექიმს რჩება საშინელი შთაბეჭდილება ცოცხალი სხეულის სასიკვდილოდ გაჩახვისა, რასაც ნაადრევი დაკრძალვა მოჰყვება. ვეჭვო ბევრი მკითხველი აღმოჩნდეს, ვინც ამ საშინელ მოხსენებით ბარათს გაფითრების გარეშე წაიკითხავს. ამრიგად შეიძლება ეჭვი არ შეგვეპაროს ამ ტექსტის სამაგალითო ხასიათში და დაშინების უნარში. არაფერი დაშავდება, თუ ამ ტექსტს თვითმხილველთა მოწმობასაც დავურთავთ, რომელიც ექიმთა დაკვირვებას გვიდასტურებს. დამსწრეთა თქმით, შარლოტა კორდეს მოკვეთილ თავს ჯალათმა რომ სილა გააწნა, ლოყები გასწითლებია. ეს სულაც არ გაგვიკვირდება, თუ კი უფრო ახალი ამბების მოწმეებს დავუგდებთ ყურს. შემსრულებლის მოადგილე მაშასადამე ადამიანი, რომელსაც რომანტიკულობასა და გულჩვილობას სულაც ვერ დავაბრალებთ. შემდეგნაირად აღწერს იმას, რისი მოწმე გამხდარა. გილიოტინის ქვეშ ნამდვილად დელირიუმ ტრემენსით შეპყრობილი ადამიანი მოვაქციეთ. მოკვეთილი თავი მაშინათვე კვდება. მაგრამ სხეული პირდაპირი გაგებით კალათაში დახტის. ბაწარს ებღაუჭება. 20 წუთის შემდეგაც სასაფლაოზე სხეული ჯერ კიდევ ბორგავს. ნომერ მესამე ციხე სანტეს ახლანდელი მღვდელი, მამა დევუაიო, რომელიც როგორც ჩანს, სიკვდილით დასჯის წინააღმდეგი არ არის. თავის წიგნში ბოროტ მოქმედნი მრავლის მთქმელ აღწერას გვთავაზობს და კერძოდ შეგვახსენებს სიკვდილით დასჯილი ლანგიის ამბავს, რომლის მოკვეთილი თავი სახელით მიმართვაზე რეაგირებდა. განაჩენის სისრულეში მოყვანის დილას მჟავრდებული საშინელ გუნებაზე იყო და მღვდლის ხლებაზე უარი თქვა. ვინაიდან ჩვენ ვიცნობდით მის ზნეს და იმას, თუ როგორ უყვარდა მას თავისი ცოლი, უაღრესად ღვთისმოსავი ქალი, ჩვენ ვუთხარით, გევედრებით, თქვენი ცოლისადმი სიყვარულის ხათრით, სიკვდილის წინ წამით დაფიქრდით. მჟავრდებული დაგვეთანხმა. დიდხანს დუმილით გაჩერდა ჯვარცმის წინ. შემდეგ თითქოს სულაც გადაავიწყდა ჩვენი ყოფნა
განაჩენის სისრულეში მოყვანის შემდეგ ჩვენ ახლოს ვიდექით. თავი ჩავარდა გილიოტინის წინ მოთავსებულ ჩაღრმავებაში. სხეული კი მაშინვე კალათაში ჩადეს, მაგრამ იმისაგან განსხვავებით, როგორც ჩვეულებრივ ხდება, კალათა დახურეს მანამ, სანამ იქ მოყვეთილ თავს მოათავსებდნენ. ერთ-ერთ დამხმარეს, რომელსაც თავი მოჰქონდა, წამით ლოდინი მოუხდა, ვიდრე კალათას კვლავ გახსნიდნენ. დროის ამ მცირე მონაკვეთში ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა დაგვენახა, რომ შავდებულის თვალები გვეყურებდნენ მუდარით, თითქოს შენდობას ითხოვდნენ. ინსტინქტურად პირჯვარი გადავწერეთ. ამის შემდეგ ქუთუ თოები დაიხარა. თვალების გამომეტყველება ლმობიერი გახდა, შემდეგ მზერა, თუმცა მეტყველი დარჩა, გადაიკარგა. მკითხველი ან იწამებს, ან არა მღვდლის ნათქვამს. ყოველ შემთხვევაში ეს მეტყველად დარჩენილი თვალები არავითარ ახსნა განმარტებას არ ითხოვს. წიგნის დასასრული. მადლობა რომ გვისმენთ. მომავალ შეხვედრამდე.